იცოდით, რომ აირბაგი არ იხსნება ყველა ავარიის დროს და ეს ბევრმა ადამიანმა არ იცის. ის მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა დარტყმა საკმარისად ძლიერია და მანქანის სენსორები აღიქვამს რეალურ საფრთხეს. დაბალ სიჩქარეზე შეჯახებისას, მაგალითად საცობში, პარკინგზე ან მსუბუქი დარტყმის დროს, აირბაგი შეიძლება არ გაიხსნას და ეს სრულიად ნორმალურია. უკნიდან დარტყმისას და ბევრ შემთხვევაში გვერდითი შეჯახების დროსაც წინა აირბაგები შეიძლება არ ამოქმედდეს, რადგან დარტყმის მიმართულება განსხვავებულია და სენსორები საფრთხედ არ აღიქვამს. როცა აირბაგის ნათურა ანთებულია და მძღოლი ამას ყურადღებას არ აქცევს. ანთებული ნათურა ნიშნავს, რომ სისტემაში ხარვეზია და ავარიის შემთხვევაში აირბაგი შეიძლება საერთოდ არ გაიხსნას. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. აირბაგი მარტო არ მუშაობს. ის შექმნილია უსაფრთხოების ღვედთან ერთად. თუ ღვედი არ გაქვს შეკრული, გახსნილმა აირბაგმა შეიძლება დაგარტყას მთელი ძალით და სერიოზული ტრავმაც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია აირბაგის მოტყუება, ომიანი რეზისტორის დაყენება, როცა სისტემა ფიქრობს, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ რეალურად აირბაგი არ არსებობს და არ იმუშავებს, რაც ძალიან პოპულარულია საქართველოს ბაზარზე მანქანებში. ეს უკვე პირდაპირ სიცოცხლის რისკია. ამიტომ ყოველთვის უნდა გქონდეს ღვედი შეკრული, არ დატოვო უბურადღებოდ აირბაგის ნათურა და პრობლემის შემთხვევაში მანქანა დროულად შეამოწმე. უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დროის ან ფულის დაზოგვა. გამოიწერეთ გვერდი და დაალაიქეთ ვიდეო მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის.